ჩემი გადაცემის სტუმარია მაშო მეგობრებო და დღეს იგი გასცემს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხს, მათ შორის ორნი ვართ თუ ერთნი, რატო გავართ ძალიან ერთმანეთს და ვინ ვართ ერთმანეთის. სალამი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემს არხზე პირველი პოდკასტი. ახლა დავიწყე პოდკასტების სერია, აქამდე ვიდეოს ორი სამოტივაციო ვიდეო გთხოვთ, გადახედეთ და მიკომენტარეთ და ჩემი პირველი სტუმარი ჩემს პოდკასტში იქნება მეგობრებო მაშო, ანუ ამაზე მაგარი სტუმარი, მოდით ყველამ ვაღიაროთ, რომ ფიზიკურად ვერ მეყოლებოდა რა. მაშო არის ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოჩნდა ეკრანებზე და ალბათ საქართველოს მესამედმა ნახა ეს ადამიანი და აი ეს ემოცია, რაც გაგვიზიარა, ის ბედნიერება, სიყვარული, სიცოცხლე, რაღაცა გვაკლდა და საზოგადოებამ იმდენად სწორად მიიღო, რომ მე პირადად ეგეთი ვიდეო არ მინახავს, რომ ერთი უარყოფითი კომენტარიც არ ყოფილა, რომ გააჩუმეთ ეს ქალი ან რაღაც, აი ხო შეიძლება გაღიზიანდე რა, მეც სუმი კომენტარებენ ხოლმე, რომ ეს ვინ არის საერთოდ რაღაც, ანუ კარგი კომენტარებთან ერთად იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის არის ხოლმე ცუდი კომენტარები შენს გამოჩენას და ერთ ინტერვიუს მე ესე დავახასიათებდი, რომ არ მოყოლია არც ერთი ცუდი კომენტარი რა. მოკლედ ეს არის ადამიანი, რომელიც დაიბადა გაიზარდა თბილისში 26 წლის. მაშო კვინიხიძე, მადლობა რომ დამთანხმდი, მოხვედი ჩემს გადაცემაში. ძალიან მადლიერი ვარ, მოკლედ და აბა როგორ ხარ ახლა გითხარი რა ხდება შენკენ? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ესეთი წარდგენისთვის, იმიტომ რომ რა ვიცი მართლა მგონი გავწიწხდი და როგორც ჩემს ვიდეოში ვახსენებდი, რომ თვალებთან ნაოჭები მომემატათქო, ეხლაც კიდევ მომემატა მეგობრებო და შენ მოგიწევს რამე კრემის ჩუქება, რომ ნაოჭები გამიქრეს. მადლობა კიდევ ერთხელ საუკეთესო წარდგენისთვის, როგორ ვარ და მე თვითონაც არ ვიცი როგორ ვარ მართლა, ვარ ალბათ საუკეთესოდ რაც ბოლო პერიოდში ყოფილ ვარ ჩემი ცხოვრების, იმიტომ რომ როგორც შენ ახსენე, დაახლოებით 500,000-ზე მეტი ნახვა აქვს ამ ვიდეოს და 99% კომენტარების არის იმდენად დადებითი, იმდენად კარგი, რომ ყველა მიწერს, რომ სიყვარული ხარ, ბედნიერება ხარ, ერთი-ორი კომენტარი იყო, რომ მინდა რომ ეს გოგო გამოვიდე, თუ რაღაც ეგეთი რა და ესეთ რაღაცას რო იღებ აბსოლუტურად უცხო ადამიანებისგან, არის იმდენად გასახარი და იმდენად მადლიერი ვარ მართლა ყველასი, ნათიასიც, იმ ადამიანების, ვინც ეს ჩემი სიტყვები და ინტერვიუ მოკეთ სწორად მიიღო და სწორად გაიგო, ასევე რა თქმა უნდა შენი ძალიან დიდი მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მეგობრებო, მანანას ძალიან დიდი დამსახურება და ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ დღეს მაშო უკვე არსებობს და ხო, ნუ მოკეთ, რო დაუბრუნდე იმ კითხვას თუ როგორ ვარ, ძალიან კარგად, ოღონდ ცოტა თითქოს უცხოდ რა, იმიტომ რომ ჩემთვის როგორ თქვა რა, ანუ პირველი შემთხვევა არის სოციალურ ქსელთან, ანუ ესეთი რაღაც სიახლოვე, ამდენი კომენტარები, ამდენი გაზიარებები, ამდენი ნახვები, ანუ ქუჩაში ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან, რომ მე შენი ვიდეო ვნახე, მიყვარხარ და რაღაც და მაგიტო ცოტა ისე ვარ რა, უცნაურად, მაგრამ დადებითად უცნაურად ესე ვთქვათ რა. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი შექებისთვის. და შენ გვერდში მიგულე ამ გზაზე. თვითონ ჩემთვისაც მიხარი. თუ შეიძლება რაღაცას დავამატებ, როგორც მე ვარ მანანას პირველი სტუმარი, ასევე ჩემს გადაცემაშიც რა თქმა უნდა, საუკეთესო პირველი სტუმარი ვინ იქნებოდა თუ არა მანანა ვარ, იცოდეთ და ასე რომ არც ერთი არ გამოტოვოთ მეგობრებო. იცით რა გვაინტერესებს ახლა ჩვენო მაშოუ. მოკლედ, როგორ მოხდა ეგ ამბავი? აი უბრალოდ გამოხვედი, ნათია მოვიდა, შენ აი ესეთი მაგარი სპიჩი და შენ ესეთი მაგარი სპიჩი გქონდა და აი როგორ მოხდა? ეგრევე გავარდი, რავი, ცოტა შეგეშინდა, თუ რანაირად მოხდა? მოკლედ ეგ ამბავი და აი რაღაცა შეგრძნება ხო არ გქონდა, რომ ეხა მე რო გამოდივარ სახლიდან, ჩემი ცხოვრება შეიძლება, ანუ ეხა ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ შენი ცხოვრება ერთმა მომენტმა შეცვალა. ოღონდ მართლა და ეგ ერთი მომენტი იყო ის, რომ ინტერვიუს ჩავწერ, არ ჩავწერ. აი ეგეთი რაღაცა იყო, აი რაღაცას გავაკეთებ, არ გავაკეთებ და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ სამოტივაციო ჭრილში ვისაუბროთ, იმიტომ რომ სულ გვაქვს რაღაცა წინააღმდეგობა საკუთარ თავთან, რომ აი გავაკეთო ეს რაღაც თუ არ გავაკეთო. ახლაც რომ მოვდიოდით და იდეა რო ქონდა რომ მოდი პოდკასტი ჩავწეროთ, გზაში ვფიქრობდით რომ
გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ, ან ჩვენი გონება გვეუბნებოდა, რომ მოდი იქნებ რაღაც ჯერ ადრეა, იქნებ ანუ რა გვინდა რა და მე ეგრევე გამოვიცანით და მივხვდით, რომ ჩვენი ტვინი გვატყუებდა და სულ ესე ხდება, რომ როგორც კი რაღაცა ახლის გაკეთებას ვიწყებთ, უბრალოდ დისკომფორტია ჩვენთვის და ეგრევე თითქოს გვეშინია, არ ვიწყებთ გაკეთებას და მე რა ხდება, ანუ მთელი ცხოვრება იგივენაირად ცხოვრობთ, ხო, მაგრამ როგორც კი ნაბიჯს გადადგავ და შენში რაღაცნაირად გადაახტევი და დაიწყებ, რომ მოდი ჩავწერ მაგ ინტერვიუს, მე შეიძლება მოხდეს სასწაულები ხალხო და მაგიტომაც აი ეგ მინდა რომ მოგვიყვე და სამაგალითო იყოს ეს ისტორია ყველასთვის, რომ აი როგორ გადალახე ეგ მომენტი, რომ რავი არასდროს კამერასთან არ დამდგარ ხარ და ეხა მოდი აბა ნაცია. სიყვარული. ეს უმაგრესი რამ არის, აი როგორ მოხდა? კი, გეტყვი. თავიდან ნათია როცა მოვიდა, იმ მოკეთ ადგილას, იმ კაფეში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად და როცა ნათია მოვიდა, იმდანაც ყველამ თქვა რომ არა, რა სიყვარული ოღონდ ეგ არა და რაღაც რომ მეც რაღაც აი ჩემი სამეგობროსთან ერთად ვიყავი და მე ვსკი რომ ხო არა არც მე ანუ ნათია არც მე სიყვარული რაღაც მომენტი იყო და აი ხო წავიდა ნათია რა თქმა უნდა რომ კაი არა no means no რაღაც და წავიდა მე რაღაცა შევედი რაღაც ყავა დავლიე ანუ რაღაცები და აი მაინც შინაგანად რაღაც რო არ გასვერებს რომ აი რო ფიქრობ რომ აუ ისე ხო არ უნდა ჩამეწერა მაგრამ მეთქი ეხა ნათიას ანუ სადღა ვიპოვი ხო რაც ხوارი დავრეკავ ნათია მე მოვიფიქრე თუ რაღაცა ეგეთი და ბოლო წამს როცა ალბათ 9 საათი გავიდა პირველი შემოთავაზებიდან რომელზეც თქვი რომ არა თქო ოღონდ ეს არა იყო იმიტომ რომ რა თქმა უნდა რომ გეშინია ანუ უეჭველი აი არავინ არ მოიტყოს ეგ რომ არ ეშინია როცა ანუ გამოცდილება არ გაქვს ეს მნიშვნელობა არ აქვს ინტერვიუ იქნება არ ვიცი კულინარიის კურსი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს მაგრამ როცა რაღაცა არ იცი და მანამდე არ გაგიკეთებია შენი კომფორტის ზონა არ არის რა და ეგრევე შენი პირველი აი ალბათ ინსტინქტის დონეზე არის ეგ რომ მაგას ოღონდ თავი არიდო ხო ხტები რომ აი არ მინდა თუ რაღაც მაგრამ ანუ შინაგანად აი რაღაცა აი არ მოსვენებდა რომ მეთქი აუ ხო არ უნდა ჩამეწერა რაღაც და ნუ მეთქი კაი ნუ არ არის რა და რომ გამოვდიოდი ანუ სანამ სახლში მოვდიოდი უკვე ანუ იმ ვიდეოშიც აი კურთუკი მაცვია ჩანთა მიკეთია უკვე რომ მოვდივარ და სანამ გამოვიდოდი და ეზოს გამოსასვლელთან კიდე დავინახე ნათია და ანუ რაღაცა დრო შევხედეთ ერთმანეთს მეთქი მეგობრებო დროა თუ რაღაც და ანუ რა თქმა უნდა აი იმ წამსვე რა ამის დადგმა ფიზიკურად შეუძლებელი არის იმ წამსვე აი იმდენად ბუნებრივად იმდენად ლაღად კარგად წავიდა რომ არ ვიცი ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თავის რომ მართლა რაღაცნაირად გავრისკე ნუ რამდენად ხა რისკი არის მაგრამ რისკიც არის რაღაც ვარიანტში იმიტომ რომ სოციალურ ქსელში როცა არ ჩანხარ და უცბად ანუ აი ახალი სახე ჩნდება და ამდენ ნახვას აგროვებს და რაღაცა ანუ რაღაცნაირად მოლოდინი მაინც გაქვს რომ შეიძლება იქ ნეგატიური კომენტარებიც იყოს მაგალითად ხო და ყველას რო ვერ მოეწონები ეგეც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეგ და უნდა გვახსოვდეს რომ it's okay რომ ყველას ვერ მოეწონები და ანუ არც არის საჭირო რა რომ აი ყველა 500,000 ადამიანი 500,000-ივე გულები დაგიწეროს მაგალითად იმიტომ რომ ეს ანუ არაფერს მოგმატებს არც დაგაკლებს რა და ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ მართლა ჩემი თავის რომ რაღაცნაირად გადავახტი იმ შირს და იმ აი დისკომფორტს და აი რა მაგზნობას მართლა არ ვიცი არც ქართულად არც ინგლისურად რა ქვია აი რაღაცნაირი გზნობა რომელიც გეუბნება რომ აი ანუ აი არა ხო აი გადი რა გინდა აი რა გინდა თითქოს აი ის რო არის ხო იცი აი აუტკივარი თავი ავიქიე თუ რაღაც ანუ დაახლოებით მაინც რაღაც მომენტში მქონდა რა ეგ განცდა რომ მეთქი აუტკივარი თავის ატკიება მაგრამ ხო რა საბოლოო ჯამში მაინც გავრისკე და მინდა კიდევ ერთხელ რომ ანუ მართლა რა გულწრფელად გავუსვა იმას ხაზი, რომ შენი გავლენაც ძალიან დიდი არის ამ საკითხში. ოღონდ არა იმიტომ, რომ დავუშვათ შენ კონტენტ კრეატორ, ანუ აქ კონტენტთან არ არის რა ბმა, რომ აი რადგან შევინდოებს იღებ, დავედი. მაგრამ ეს მომახვედრე გეღეწევში. მაგაზე არ არის რა. შენი გავლენა იმ კუთხით, რომ დავუშვათ შენ მეგობრებო მანან რასაც ლაპარაკობს სოციალურ ქსელში, დაახლოებით 2 იმდეს ლაპარაკობს ჩვენთან მეგობრებში და სულ мотиваციის და აი მართლა რაღაცა სიახლის ის არის ხოლმე რა შემომტანი და სულ მაგას ამბობ შენ რომ არ უნდა გვეშინოდეს რა წამსაც შენი კომფორტის ზონას იპოვი და რაღაცნაირად ანუ ჩაჯდები რომ აი ეხლა არ მშია არ მწყურია რაღაცა იმ წამსვე ალბათ წვეთ განვითარებას ხდები და ანუ საინტერესოობა შენი ცხოვრების საინტერესოობის ხარისხი ალბათ ძალიან ქვევით იწევს და ასე რომ მინდა ყოველთვის დღესაც ყველას უთხრა და ასევე შენ სულ გახსოვდეს რომ შენი გავლენა ძალიან დიდია იმიტომ რომ შენ ყოველთვის მაგას ამბობ რომ რიციც გეშინია ის უნდა გააკეთო ის უნდა დაიწყო და აი ეს ყველაფერმა ერთად გადამაწყვეტინა ალბათ რომ ეგ ნაბიჯი გადამედგა და გადავდგი კიდეც რა მადლობა ძალიან დიდი მადლობა და ვაღიარებ მოკლედ მე ვარ სამეგობროში ის ადამიანი რომელსაც
უკვე აღარც კი უსმენ ხოლმე, იმიტომ რომ ერთი და იგივე შეიძლება თქვა 100,000 ჯერ და მაგიტომაც მინდა მქონდეს ჩემი პოდკასტი, რომ ვინც მომისმენს ბოლომდე, ანუ მომისმინოს, რომ 1 საათი შემიძლია რაღაცა ეს мотиваცია რომ რა ვქნა, ანუ არ მასვენებს რა, აი რაღაცას გრძნობ, გინდა გამოიტანო, იმიტომ რომ ცუდად გახდები რა, აი თითქოს ანუ შებოჭილი ხარ და აი ხა რა კითხვა მინდა რომ დაგისვა რა. რო გარისკე და შიშს რო გადაახტი რაღაცნაირად რა. იმ მომენტში ხო ძალიან ისე იყავი, რომ რაღაცა მაინც გეშინია, დაიწყო თითქოს ლაპარაკობ და აი რაღაცა თითქოს აი ყველაფერი რო მოძრაობს შენს ხელში, აი ეგეთი შეგრძნებები გაქვს. ისიც ესეც ვერ გაგიგია საერთოდ, აი დასვენება გინდა, დაიღალე ემოციურად რა. სამყარო მგონია, რომ აი ზუსტად მაგის გამო რომ შენ გარისკე და შენ შიშს თვალებში ჩახედე და რაღაცნაირად დააბიჯე, ძალიან მალევე დაგასაჩუქრა და ეგრე ხდება ხოლმე და ჩემს ცხოვრებაშიც მომხდარა რა, რომ როგორ შეიძლება რომ დარწმუნებული იყო ნებისმიერ რაღაცას, როცა ნულიდან იწყებ. მე მაგალითად TikTok-ის კეთება რომ დავიწყე, ვიყავი ყველაზე შეშინებული, ნული გამომწენი მყავდა. რანაირად შეიძლება ეხა წარმომედგინა რომ 2 წელში მე 170,000 გამომწერი მექნებოდა, 1 წელში გავაკეთებდი YouTube-ს ჩემს ოჯახთან ერთად 115,000. აი, ეგ ხო გამორიცხულია უბრალოდ. მაგრამ რატო აკეთებ? იმიტომ რომ ფიქრობ, თუ შეგეონებაში გაჩნდა, ანუ შეგიძლია, ანუ შენთვის არის, ანუ გამოვა თუ არ მოეშვები, ეს შეიძლება 1 წელი გაგრძელდეს, 2 წელი და როგორც კი იწყებ გაკეთებას, თითქოს სამყარო გეუბნება, რომ აი ყოჩა, ეს მინდოდა ეხა შენ რო გაგეკეთებინა, შენ ამ ჩელენჯს გაართვი თავი და ეხა მე შენ გადმოგიგდებ კამფეტს რა და შენ შემთხვევაში კამფეტი რა იყო და აი შენი TikTok-ი რო დაიწყე, ალბათ ეგ იყო რა კამფეტი, რომ ისე მოხდა, რომ ნათიამ თქვა, რომ მაშო შეუხვარ დაგეწყო და როგორა და ანუ ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც იქ გადაგიღო, იქ მე გამოვარდი რაღაცა, მე გამოჩდი იქ რაღაცა ჩემ ვიდეოში, იქ იმან გაანათა, იქ იმან რაღაცა სცენარი დაწერა და თითქოს სამყარო გელოდებოდა, რომ მაშო შენ ოღონდ ერთხელ გამოდი კომფორტის ზონიდან და აი აგერ, აი ეს კამფეტებს მოგართვევ გილოცავ ახალ წელსო რა. არა, ანუ ეგეთი რაღაც მოხდა. კი. ანუ როგორც მანამდე თქვი რა, რომ რაღაცნაირად ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვედი, რაღაცა შიშებს გადავახტი, აი რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა, ანუ იმის საპირისპირო გავაკეთე. მიხდი, ანუ თითქოს აი არ მინდოდა, მაგრამ აი მაინც გავაკეთე. მაგრამ ანუ დღის ბოლოს იმდენად კარგი ფიდბექი ქონდა ამ ყველაფერს რა, რომ აი სამყარო მართლა დამასაჩუქრა, იმიტომ რომ რა წამსაც ეგ ვიდეო გაკეთდა და დაიდო, იმ წამიდან მოყოლებული, აი თითქოს ჩემს გარშემო, ანუ აი თითქოს წინასწარაც მამზადებდაო, აი რაღაც ეგეთი განცდა დამრჩა რა, იმიტომ რომ აი როგორც ალბათ რავი უმეტესობა მიცის, დაინტერესებული ვარ მაგალითად ფოტოგრაფიით, ხო? ეს ყველაფერი ფოტოგრაფია მაგალითად 1 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში არ ხდებოდა რა, აი თითქოს ყველაფერი ისე დაალაგდა, აი იმ დროს მოხდა, როცა უნდა მომხდარიყო. მოხდა ნაციაც პირობითად 1 წლის წინ რა შემოხვედრა და ანუ მე არ ვიცი ხა რა ჭრილში წავიდოდა მაგალითად ჩემი რაღაც მომავალი თუნდაც აი რაღაცა კონტენტთან დაკავშირებული ცხოვრება რა და აი თითქოს მანამდე ანუ აი ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული, გავიცანი საუკეთესო ადამიანები, რომელსაც ყველას დიდი მადლობა აქედანაც მოკითხვა და მადლობა რომლებიც ანუ ყველაფერს დამეხმარნენ რომ მაგალითად მე მაქვს განათება, მე მაქვს კამერა, მე მაქვს მიკროფონი, ანუ ხო ხტები იქ მაგალითად შენი ფაქტორი ძალიან დიდი აი გარდა იმისა რომ შენ მაგალითად შეიძლება რომ ჩემი ვიდეო გააზიარო და ამ გაზიარებამ დავუშვათ ვიდეოს მოუტანოს ის რომ მეტი ნახვა კონდეს გარდა ნახვებისა ანუ შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში როგორც აი საუკეთესო მეგობრის და აი მართლა soulmate-ის ნახვების გარდა ბევრად დიდი არის რა იმიტომ რომ შენ დავუშვათ ემოციურად შეგიძლია ჩემი დასაპორტება ისე ძალიან რომ ანუ აი როგორც კი გითხარი ეგ რომ მანას დაურეკე ტელეფონზე რომ მეთქი ესე და ესე მოხდა ნათიამ ჩამწერა და რაღაცა აი მეთქი ესე მითხრა თქო რომ შენი შოუ უნდა გქონდეს ანუ გოგომ აი არ ვიცი კინაღა მოაწყო იქვე რომ დავიწყებ შოუს თუ რაღაც ეგეთი რა და ამიტომ შენი საპორტიც და რა თქმა უნდა უცხო ადამიანების კომენტარებიც აი უცხო ადამიანების კომენტარებიც ასმაგად დასაფასებელი არის იცი რატო იმიტომ რომ დავუშვათ დედაჩემს რომ მე ძალიან უყვარვარ გასაგებია მისთვის რომ ლამაზი ვარ ჭკვიანი ვარ პოზიტიური ვარ იმიტომ რომ დედაა და გასაგებია რომ შენი შვილი გონია ტოპ ყველაზე მაგარი საუკეთესო რა და უცხო ადამიანი რომელიც არ გიცნობს პირველად ხედავს რომ რამე ანუ საერთოდ არაა ვალდებული ხდები რომ რაღაცა დადებითი თუ ეს ნეგატივი ანუ ვალდებული არაა რომ თავისი ფიდბექი გაგიზიაროს ანუ რაღაცა დროს გამონახავს იღებს და გიწერს ანუ მართლა პერსონალურად და ის კომენტარებიც ხო პერსონალურად შენ გეძღვნება რა სამყარო მართლა დამასაჩუქრა ახალი უკარგესი ადამიანებით პირველ რიგში საინტერესო იცი არის ის რომ ადამიანი რომელსაც ესეთი განსაკუთრებული უნარი აქვს კამერასთან მუშაობის რომ კამერასთან არის ისეთი თავისუფალი რომ რა ვიცი აი
გეგონება, როგორც კი დაიბადა, ეგრევე კამერა დაომისდეს და ის მერე უღებენ და მუშაობსო რა და როგორ შეიძლება რომ აი ესეთი ადამიანი არ ჩანდა აქამდე სოციალურ ქსელებში. ერთადერთი მე ტრენდი შევქმენი მეგობრობაზე დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, რომ როდესაც ზრდასრულ ასაკში გაიცნობ მეგობარს, რომელიც რაღაცა შენი ჭკუის არის რა მაგარია. მოკლედ ესეთი ტრენდის იდეა ესეთი იყო და ძალიან ბევრი გადაზიარება აქვს მაგ ვიდეოს და მოკლედ აი ესე შემთხვევით მოხდა რომ ტრენდი შევქმენი, სადაც შენ ხარ ერთადერთი ეგ ვიდეო დანარჩენი რა ანუ არცად არ ჩანხარ და რანაირად აი ერთხელ მაინც როგორ არა მოიღე ტელეფონი და ხალხო მეგობრებო აი როგორ აი იმდენად ექსპრესიული ადამიანი ხარ რომ სად მიქონდა ეგ შენი ენერგია და რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში მაქამდე კამერებს მიღმა ეხლა ალბათ ვინც ამ ვიდეოს ნახავს გულისხმობ ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და მაგათ ჩემს ახლობლო წრეს, ყველას ძალიან გაეცინება, იმიტომ რომ ეს ენერგია ყველა მიმქონდა მათთან და შენც და მაგათ ყველა მიცის რომ ყველა ჩემო მეგობარმა იცის რომ მე ვარ ძალიან ექსტრა, ანუ ძალიან გამომხატველი ადამიანი, რომელიც აი წყალია, ანუ მე შეიძლება დილა დავიწყო რომ ეს წყალი, ანუ სულ რაღაცა სპექტაკლებში ვარ ესე ვთქვათ რა. კამერასთან არ ვჩანდი, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ეხლა ყველას გაუკვირდება, რომ ვიტყვი ჩემს განათლებასა და პროფესიაზე, იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ ჩემს ცხოვრებასთან და არც მას შოუსთან და არც ამ პოდკასტთან და მაგათ განათლება არის ჩემი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრი. ტაში მეგობრებო, ტაში. შემდეგ მაგისტრატურაც ამავე მიმართულებით sustainable food and healthy და ასე შემდეგ მოკეთ რაღაცა ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, ასე შემდეგ რა. და ჩემი სამსახურებიდან და განათლებიდან გამომდინარე, ანუ ფიზიკურად არა იმის საჭიროება, რომ დავუშვათ მე რაღაცა ტელეფონი ამომიღო და ვიდეოები გადამიღო რა. მაგრამ რაც შეეხება ჩემს ამ ენერგიას და ენერგეტიკას, აი ალბათ ბავშვობაშიც კი, რომ მახსენდება ჩემი თავი, ის სულ რომ მიდის ხოლმე რა ლაპარაკი, რომ რომელი თამაში იყო შენი საყვარელი ბავშვობაში, ან რას თამაშობ მე არასდროს არ მითამაშია მაგალითად დედაშვილობანა, არასდროს არ მითამაშია რა ვიცი პოლიციელობანა, მაგალითად მე სულ თამაშობდი წამყვანობანას, რაღაცა მსახიობ, ანუ ხო, აი ეგეთ რაღაც ვაკეთებდი, მართლა მახსოვს რომ პირველი ციფრული კამერა დედაჩემმა რომ მოიტანა სახლში, რომელსაც ანუ რა თქმა უნდა არანაირი სელფი და არაფერი არ იყო, ანუ აი ესე შემოტრიალებული მქონდა კამერა და ესე ვიღებდი ვიდეოებს, აი რომელსაც არ ვიცი, ალბათ მეხსიერება ქონდა 5 წამი იღებდა ვიდეოს, მაგრამ მე მაინც გამარჯობა მეგობრებო. და არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ აი ეხლა მახსენდება, ანუ სადღაც დალექილია ეგ რაღაცეები ჩემში რა, ეგ მოგონებები, რომ უნივერსიტეტშიც კი, როცა ანუ პატარა ბავშვი აღარ ყოფილვარ და ვიყავი, არ ვიცი, 18, 19, 20 წლის, ანუ იქაც კი ჩემს ჯგუფელებს ვათამაშებდი, ანუ ვაძალებდი, რომ მე კი ხალხო, მოდი ეხლა გადავიღოთ უნივერსიტეტის ამბები. აღარ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იდებოდა და რაღაცა საჯაროობა არ იყო რა, მაგრამ ჩემთვის, აი ყოველთვის ესეთი ტიპაჟი ვიყავი, მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს კი არ აი იმ ინტერვიუს მერდობშეთ კი არ შევიცვალე და გამოვიცვალე ეს რაღაცა ჩემში ყოველთვის იყო უბრალოდ პროფესიიდან და განათლებიდან გამომდინარე და ანუ მუშაობ full time სადაც არ ვიცი საუკეთესო სამსახურში მოგყვარს და უყვარს აი თავის სამსახურში მოგყვარს და ფიზიკურად არ არის რა იმის საჭიროება რომ მე რაღაცა დავუშვათ ამ სივრცეში მოვიდე და რაღაცაზე ვისაუბრო რა მაგრამ და რა თქმა უნდა, აი ძალიან გულწრფელი თუ იქნები ახლა, რა თქმა უნდა, რომ ალბათ ოდესღაც აი კოვიდის პერიოდში ალბათ როცა ყველა, ანუ ყველაზე ისეთი გახდა ხო, სოციალური ქსელი მაგ პერიოდში, იმიტომ რომ ყველა რაღაც სახლში ვიყავით და რაღაცა, ანუ რაღაც მომენტში ანუ ალბათ მიფიქრია, რომ რაღაც ხوار გადავიღო, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ აი რატომაც არ გადამიღია არის ის, რომ შიში და აი სულ რაღაცა იმის მოლოდინი, რომ აი იქნებ არ გამოვიდეს და იქნებ აი იყოს არ მინდა და სულ ეს იქნებ რა, მაგრამ ეხლა ალბათ თუ ეხლა არ გავაკეთებდი, აღარასდროს აღარ გავაკეთებდი რა, ანუ ეხლა იყო ალბათ ის საუკეთესო დრო, როცა უნდა გამეკეთებინა და მაგიტომ გავაკეთე რა. და ახლა ხარ 27 წლის, ხო? 6 წლის მეგობრებო. დიდი მადლობა კიდევ დაბერებისთვის. ესეც მაწუხებს უკვე 26, მაგრამ მადლობა. ეხლა შენ რაც მოყევი, მოკლედ ეგ ძალიან საინტერესოა ჩემთვის და მგონია რომ ყველასთვის, ვინც კი ახლა გვიყურებს და რატომ. შენ ხარ ადამიანი, რომელიც რეალურად 2 კვირის წინ კი არ გახდა ეგეთი, რომ მეგობრებო, შენ თურმე მთელი ცხოვრება ეგეთი ხარ. და რეალურად აი ეს რაღაცას ვფიქრობ, რომ ყველა რაც ვართ
აი ძალიან ბუნებრივად რა, აი მე ხო ვარ, რომ აი ვერ მშვიდები რა გავაკეთო რა, ვიღაცისთვის შეიძლება ის იყოს მომაბეზრებელი, ვიღაცამ ეხა შეიძლება დაბლოკოს ეს არხი, ვიღაცამ შეიძლება გამომიწეროს, ვიღაცამ შეიძლება კომენტარი დამიწეროს, რომ გაჩერეთ, ანუ გააქრეთ თუ რაღაც, მაგრამ მე ვარ ესეთი. და რაც არ უნდა გავაკეთოს ცხოვრებაში, ვარც ესეთი რაღაც არის ის, რაც არ იცვლება, აი ყოველთვის არის და თითქოს მე რო ვფიქრობთ ხოლმე, აი მომავლიდან წარსულში, ყოველთვის ხვდებით, რომ ბავშვობაშიც მე ზუსტად ეს ადამიანი ვყოფილვარ რა. მე უბრალოდ იმდენად ვცდილობთ ხოლმე, რომ მე ახლა გავხდები პრეზიდენტი და ამ დროს ხარ აი ძალიან მაგრად კერავ მაგალითად რა და ძალიან მაგარი დიზაინი გამოგდის. ან ნებისმიერ მუსიკა გამოგდის ძალიან მაგრად რა. ჩვენ ეხლა მე უნდა გამოვიდე უმძლიერესი ბუღალტერი და ანუ რა ბუღალტერი აი მუსიკა გიყვარს იცი როგორ აი ცუდად ხარ უბრალოდ რა ყოველთვის როცა არ ხარ ბუღალტერი ხარ მუსიკოსი ანუ როცა არაფერს არ აკეთებ და გინდა რომ რაღაც აი დრო გაატარო სასიამოვნო და აკეთებ მუსიკას და იქნებ ამდენ რაღაცა აი ტოტებზე სიარულს ხეებზე სიარულს და რაღაცეების ხავსზე მოკიდებებს დავფიქრდეთ რომ მოდი რასაც ვაკეთებ ისედაც აი უნივერსიტეტში ვარ სამსახურში ვარ და ყველას რაღაცა ვაძალებ რომ ინტერვიუებს ვიღებ და რაღაცები მე ხო არ გავაკეთო და ბიჭო მეც ბედნიერი ვიქნები კარგადაც გავაკეთებ მოტივაციაც მექნება თან თურმე სულ ასე ყოფილა ერთადერთი რაც გვაკავებს არის ის რომ მოიცა ანუ ის ხო არ გახდება ჩემი პროფესია და ფულს იმაში ხო არ გავაკეთებ რაც მსიამოვნებს ეს არის რაღაცა ის სტერეოტიპი რომ სამსახური დილის 8 საათია იქ საათი დილის 8 საათია დიახ ბოს მოვდივარ უნდა დაისტრესო არ უნდა გიყვარდეს შენი თანამშრომლები არ უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მერე ხარ უბედური მიდიხარ სახლში ვანძღავ შენს მეზობლებს ოჯახის წევრებს ეუბნები დაკეტე გარი და გადი არ მაქვს შენი ნერვები ანუ და ამ დროს იმიტომ რომ არ ხარ იქ სადაც უნდა იყო და იქნებ სადაც უნდა იყო მან ხარ სუპერი პირველი აი როგორც შენ ხა მგონია რომ კამერასთან აი არ ვიცი რა ერთ-ერთი საუკეთესო მომუშავე იქნები კამერასთან მართლა იმიტომ რომ შენია რა განა სხვა კარგად ვერ იმუშავებს განა მე ცუდი ვარ კამერასთან ან ვიღაც მაგრამ რაც შენია ანუ მაგაში მაგარი ხარ და იცი რა და აი ესეთი ხარ რა რომ ჩემია რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ყველასთვის რომ აი ბავშვობიდან გავიხსენოთ ალბათ რას ვაკეთებდით რისი კეთება გვიყვარს ხო ახლაც მაგალითად აი მეგობრებთან ერთად რო გავდივართ რაზე გვირეკავს ჩვენი მეგობარი აი რას გვეკითხება რომ ისა მანანა როგორ გადავიღო ვიდეო აი მაგალითად რა ან რა თემაში ჩავწერო ვა იქნებ რაღაცა მაგ მიმართულება ეგ მიმართულება უნდა იყოს ჩემი პროფესია და არა მაგალითად არ უნდა ვიყო მენეჯერი რა რომელიც კიდევ დაგვიანი არა ანუ არ ვარ ეგ ტიპი ხდები და იქნებ ეგრე არა მაგრამ აბსოლუტურად გეთახმები მართლა 110%-ით უბრალოდ მე ისიც მესმის როცა ადამიანები რაღაცებს ვერ თვლიან თავის ცხოვრებაში რა იმიტომ რომ იცი როგორ არის ანუ აი ეს თითის დატკაცუნებაზე რაღაცები ცხოვრებაში არ ხდება მაგრამ თუ კი რამის შეცვლა ადამიანს ძალიან უნდა აი გულწრფელად როგორ უნდა იცი რომ აი დილას იღვიწებს მაგაზე ფიქრით, ღამე იძინებს მაგაზე ფიქრით, არ ვიცი, როჭამს მაგაზე ფიქრობს, ანუ აი სულ მაგაზე თუ ფიქრობს და რაღაც მომენტში აი რაღაც ფიქრი შენ ტვინში თუ გაჩნდა რა, ესე იგი აქვს იმას რაღაცა პოტენციალი, რომ შენ რაღაცა ნაბიჯებს თუ გადადგავ, იმ მიზნამდე მიხვიდე, რაც დაისახე რა. მაგრამ ამას უნდა უბრალოდ მუდმივი, აი თითქოს თვითგანვითარება და მუდმივი შრომა რა, იმიტომ რომ მე მსმენია ადამიანების, აი როგორც შენ ალბათ რა, რომ გეკითხებიან სულ მხიარული როგორ ხარ, სულის როგორ ხარ, ანუ იღიმი რაღაცა, მეც დაახლოებით ეგეთი ტიპი ვარ, ხო? და ეს რაღაცა ვიღაცის შეიძლება იფიქროს, რომ აუ ეს ფეიქია და რა აცინებს. ეს სამსახურში ყოველდღე რომ მივიდიო, ანუ ყველას და დამეთანხმებიან ამ ვიდეოს კომენტარებში ყველას ვაცინებ, ანუ რა ვიცი, ცრემლიანი არავის არ მინდა, ამას კი არ ვიტყუები. ანუ რაღაცა და ჩემს თავს აი ეგრე მოვუწოდებ ხოლმე ისე ვთქვათ, რომ რაღაცა კარგ იმაზე ვიყო. ვიღაცებს უკვირთ მაგალითად, ჩემი ეს ხასიათი, მაგრამ ეს ხასიათი მე მეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ ადამიანები, რომელსაც არ მოსწონთ თავიანთი ყოველდღიურობა, ეს მარტო სამსახური არ არის, ხო ხდება, შეიძლება აი პირადი ურთიერთობა, შეიძლება, არ ვიცი, მეზობელი თუნდაც ასე შემდეგ, ანუ სულ ფიქრობენ, რომ არ გამიმართლა. მე ისევ არ გამიმართლა. დილას იღვიძებს და პირველი კითხვა აქვს რომ რა დავაშავე. ჩემი ბედი ხო იცი ახლა გავალ და აგური დამეწე. აი აგო მოდის აი ზუსტად 99% შემთხვევაში აუცილებლად დაცემული აქვს ღმერთმა დაიფაროს ყველა აგურისგან, მაგრამ ანუ აი ხო ხტები აი გადატანითი მნიშვნელობით რა ვიღოთ რა, იმიტომ რომ ადამიანი დილას რო იღვიძებ
ანუ გავიგე, მეც ეხა ამ მომენტში ისევ საუბრობ თითქოს ანუ ყოველთვის საუკეთესო და რა თქმა უნდა, ცხოვრება ლა პეპლები მუდამ და რაღაცა rainbows and butterflies სულ არ არის და რა თქმა უნდა მეც ხან ტირი ხან ცუთხასიათზე ვარ ხან რავი მეზობელი მეც მომიჩნევს საცობში ვიღაცა მასწრებს მივალანძღავ კარგად ერთი ორს ანუ რა თქმა უნდა რა მაგრამ აი დილას რო იწყებ და გაიღვიძე და არ ვიცი აი მინიმუმ ის ცუდი ამბავი არ იცი რომ იცი რომ შენი ყველა მეგობარი ოჯახსწორი კარგად არის ანუ და შენ არ მოგწონს შენი ცხოვრება ანუ მოდი აბა აი დღეს 5%-ით მეტი რაღაც გააკეთე იმ შენი ბიზნესკენ და თუ მაინც არ გამოვა რავი 1 წლის განმავლობაში თუ მაინც არ გამოვა როცა შენ ყოველდღიურად ამატებ შრომას მაშინ მერე თქვი ოკეი ან დამირეკე და მითხარი რომ აი რა დავაშავე მაშინ შენი ბრალი ანუ ოკეი და მიიღებ რა არ მინდა რომ ისე გამოვიდეს რომ ეხლა თითქოს ვიღაცას ვარიგებ ან რაღაცა ძალიან გამოცდილ შეებს ვაძლევ უბრალოდ ეს ყველაფერი არის ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე რა მე რა ცხოვრებას მაქვს გამოვლილი და ეგრე ვიცი რომ ესე დაწკაპურებაზე არ არის მაგრამ განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმ მომენტს რომ რა დავაშავე მუდამ არ იცახო იმიტომ რომ ზოგადად წუწუნი არის ყველაზე მარტივი გამოსავალი ხვდები ანუ მე ეხლა იმდენ რამეზე შემიძლია ვიწუწუნო რომ ანუ აი ხვალამდე აქ ვისხდეთ და კიდე მე ვისაუბრებ რა მაგრამ უნდა ავირჩიოთ რაღაცა მეორე გზა რომელიც იმ საწუწუნო რაც გვაქვს იმას ასე თუ ისე მაინც როგორ მოვერიოთ ესე ვთქვათ რა მაგაზე მეც გამახსენდა ჩემი ამბავიც რომ დღეს თუნდაც 2 წლის წინა პროფესიაც მქონდა, ეხლა აღარ მაქვს ის პროფესია და ზუსტად ეგრე მოვიქეცი, რომ რაღაცნაირად გავუსწორე თვალი ჩემს სურვილს, რომ რაღაცა მინდოდა სხვანაირად და მართლა აი ზუსტად ამბობ რა, რომ ერთი ხელის დატკაცუნებით არაფერი არ ხდება და როცა რაღაც გვინდა, ალბათ აი მაგით განისაზღვრება ვის უფრო ძალიან უნდა და რა არის სურვილი, რომ მე შემიძლია რომ აი თავი დავდო 2 წელი ვიმუშაო რაღაცაზე რა და მე თუ არ გამოვიდა მართლა მეც დამირეკეთ. აი მართლა რა, იმიტომ რომ გამოვა და ზუსტად ეგრე ვშრომობდი და იმდენად თან გამიჯდა ეს შრომა, რომ აი რა ვიცი, აი ძალიან შრომის მოყვარე გავხდი, ბევრად უფრო ვიდრე ვიყავი 2 წლის წინ. ძალიანაც დავიღალე, ძალიან ვიხლები, ძალიან დავიღლები, მაგრამ აი იმას რომ ვენდე, რაც მეუბნებოდა რომ მიდი გააკეთე, მაინც ძალიან ბედნიერი და ალბათ თან როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და ქსიამოვნებს, ანუ სტრესული რაღაც მომენტში ნებისმიერი პროფესია ხდები, ანუ თუნდაც შენი თავი ვისაკეთებდე მაგალითად რაღაცას და შენ მაგალითად შეიძლება ხა მენეჯერი არ ყავდეს, მენეჯერი. შენ მენეჯერი მაგალითად არ ყავდეს, მაინც რაღაც მომენტში სტრესულია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი 100-ზე, ესე ვთქვათ, არ გამოდის. რაღაც მომენტში შეიძლება მართლა იმდენად გადაიღალო, გადაიწვა, შეიძლება მოგბეზდეს, მაგრამ ანუ აი როცა იცი რომ რაღაცა გიყვარს და თან გამოგდის და თან აი რაღაც შენი ყოველდღიურობა ის საქმეა რაც მართლა გიყვარს აი წარმოიდგინე რამდენად ბედნიერი ხარ მართლა რა იმიტომ რომ რაღაცა რო არ გიყვარს აი წარმოდგენაც არ შემიძლია ხა მაგალითად მე და მათემატიკა რო აი პირობითად ვერ მეგობრობთ ანუ აი მე რო პირობითად ხა ბუღალტერია მაკეთებინო ანუ ჩათვალე რომ აი ერთ-ერთი ყველაზე ალბათ მოწყენილი ეხლა რომ სულ ვიზახავ მაგას რომ 365 დღიდან 300 დღე მე მინიმუმ გახარებული, გარწყინებული მოცინარი ვარ და 65 დღე არ ვიცი ხან თავი მტკივა, ჩხინი მომწყდება ან რაღაც ეგეთი, ალბათ ბუღალტერი რო ვიყო პირობითად პირიქით მოხდებოდა ხვდები? ანუ აღარ ბუღალტერი, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის პირობითად, ანუ ვიცი რომ არ გამომივა, უნდა დავიტანჯო, ყველაფერი აბურიო, ბიზნესი დაბახურინო, მე გამლანძღონ და ანუ ბუღალტერს რო ვიდეოები ჩააწერინო, საშინელი ვიდეოები იქნება. ხო, ანუ აი ხო ხვდები რა და მაგიტო მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ისეც მივაგნოთ და ალბათ მინდა რომ ყველას ახსოვდეთ ის რომ ეს მხოლოდ გამართლებაზე არ არის და ვიღაცას მარტო არ გამომართლა რომ დავუშვათ იქ სადღაც მოხდა ის ვიდეო დადო თუ რავი არ ვთქვათ ბუღალტერის კურსებზე ჩაიწერა ანუ მხოლოდ გამართლება არ არის როცა ადამიანი არ იშურებს დროს ენერგიას და სულ რაღაცნაირად აი ცდილობს რომ წინ წავიდეს მხოლოდ ამ შემთხვევაში პოულობს იმ რაღაცა თავის საყვარელ საქმეს და საყვარელ ადამიანს და ასე შემდეგ. ჩემი გადაცემის სტუმარია მაშო მეგობრებო და დღეს იგი გასცემს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხს მათ შორის ორნი ვართ თუ ერთნი, რატო გავართ ძალიან ასე ძალიან ერთმანეთს და ვინ ვართ ერთმანეთის? და ვინ ვართ ერთმანეთის ეს კითხვა მართლა არაერთხელ დასმულა კომენტარებში, ინბოქსებში, რეპოსტებში, ანუ ყველგან მართლა ხალხმა ლამისა პლაკატები გააკეთეს და გამოიტანონ და ჩვენ სახლებთან გააკრან რომ ვინ ხართ ერთმანეთის, მეგობრებო ჩვენ ვართ ერთმანეთის არადები არა ტყუპები, არა დეიდაშვილები, არა ნათესავები, არამედ უბრალოდ საუკეთესო მეგობრები და ჩემი აზრით
soulmate-ები რა. იმიტომ რომ soulmate-ის გაგება ჩემთვის რაც არის, ის შენ ნამდვილად ხარ, რომ ცოცხალი მაგალითი ხარ რა და რატომ ეხლა ავხსნი. იმიტომ რომ საუკეთესო მეგობართან და soulmate-თან ხარ ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. აი ლიტერალი ზუსტად ისეთი რა. ანუ დღეს ვარ 4 ხასიათზე? უი, მე ნახო მაგარ ხასიათზე დავდგები. ანუ არა, ვარ 5 ხასიათზე. ვარ საუკეთესო ხასიათზე, ვარ ზუსტად ეგეთი. აი, მშია, ანუ ხო ხდება, აი აბსოლუტურად, აი არანაირი თითქოს ფარდა და რაღაცა ნიღაბი ამ შემთხვევაში, ანუ არ არის საჭირო. ნიღბებს ეხა დიდად, ანუ არც ისე ხო ხდები, ანუ აი, იმიტომ რომ რეალურად არაფერ საჭიროებას არ წარმოადგენს რა ნიღბები და რაღაცა მოტყუებები, მაგრამ არსებობს რაღაც სივრცეები, სადაც აი პირობითად ვთქვი სამსახურის შეხვედრაზე, შენ თუ არ ვიცი, ძალიან მაგარ ხასიათზე ხარ, იქ ყვირილ-წილს ვერ ატეხა მაინც და ჰელო, სამსახურო, ანუ ამებს ვერ გააკეთებ. ამიტომ მაინც გიწევს შენი რაღაცების დამალვა ისე ვთქვათ რა. და შენ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი და soulmate, იმიტომ რომ შენთან ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ საკუთარ თავთან. შენგან ვიღებ ძალიან ბევრ მაგალითს და ეგეც მინდა რომ პატარა ის ჩართვა ყველას ახსოვდეს, რომ რაღაც მომენტში მგონია რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ მაინც ვინც არ უნდა იყვნენ ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრებიც კი ცოტა ისეთი მომენტები არის ხოლმე რომ მე თვითონ გადავწყვეტ თუ რაღაც ეგეთი აი თითქოს რჩევა კი შევა მოისმინო მაგრამ ბოლომდე შევა არ გაითვალისწინო თუ რაღაც ეგეთი რა მეგობრისგან რჩევა, დარიგება, შეიძლება ის ადამიანი შენზე მეტად გამოსტილი იყოს იმ საკითხში, ან არ ვიცი, მეტი ესმოდეს, whatever, ანუ შეიძლება და პირიქით, ანუ more than okay არის ის მომენტი, რომ ადამიანისგან რაღაც მომენტში რჩევა მიიღო, გაითვალისწინო და ასე შემდეგ. და შენგან ძალიან ბევრი ძალიან კარგი მაგალითი ამიღია მოკლედ რა, როგორც უკვე წეღანაც ვახსენე და კიდევ ერთხელ ვახსენებ და სულ ვახსენებ ამას. არა დავუკარგებ ჩემს საუკეთესო მეგობარს. რატო დავუკარგო? რატო დავუკარგო ერთი? მადლობა ძალიან დიდი, ძალიან ვაფასებ. გენაცვალე რა, გენაცვალე. ცოტა მარცხეთ, მაგრამ არა უშავს. ჩვენ გჭირდება ახლა ისტორია, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, მანანა და მაშო, რა მოხდა და ან როდის მოხდა და საერთოდ რანაირად იპოვეთ. მე ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე, რომ სად იპოვეთ ერთმანეთი? აი ეგრე ხო არ ხდება რანაირად ხო, მაგრამ ანუ მოკლედ თუ გვეკითხებიან ხოლმე, რომ აქაც რო შემოვედით ახლა პოდკასტ არეაში ვიმყოფებით, აქაც კითხეს, რომ მოიცა თქვენ? მოიცა ეს ორი შემოვიდა თუ ანუ ერთი თუ აი ტყუპები ხართ, აი მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მხდება, მე ხო ვარ მანანა და მაშო და მორბის და პირიქით მაშოს რო ხდებიან მანანა რა და ძალიან საინტერესოა მართლა, იმიტომ რომ აი ესე რომ გავდე ჯერ ადამიანს ხო კლონები ხო ყავთ აი მესის ხო ყავს ვიღაცა ვინც გავს და ეს დადის ჯასტინ ბიბერს რო ყავს რა და მე ესეც რაღაცებს მღერის რა აი ხო არის მაგრამ ჩვენ თითქოს აი ენერგიით იმდენად გავართ ერთმანეთს თან ცოტა ვარცხნილობით თან მგონია ხმის ტემბრით აი მგონია რომ თვითონ ღირებულებებითაც ძალიან გავართ მაგრამ ადამიანები რომლებიც ესე კარგად არ გვიცნობენ აი მაგალითად ახლა აი მოვედით რაღაც სივრცეში სადაც პირველად გავიცანით ადამიანები და ეგრევე გვეუბნებიან როგორ გავხართ მე მგონია რომ გულისხმობენ ენერგიას რომ აი თითქოს ერთი და იგივე ენერგია გვაქვს თვალებში თუ რა ხდება და როგორ მოხდა რომ რაღაცა ეტაპი შენ ცხოვრობდი შენთვის გაიზარდე შენ სივრცეში მე აქეთ გავიზარდე რუსთავში შენ აქეთ თბილისში და ისე მოხდა რომ ვერ განსხვავებენ ერთმანეთისგან აი საიდან დაიწყო საერთოდ და შენი აზრით რა ხდება ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მართლა, მაგრამ აი ამდენი ადამიანი რო კომენტარს აკეთებს მაგასთან დაკავშირებით როგორ გავხართ, ანუ მეც ძალიან ბამსგავსებ ჩვენ თავს ერთმანეთს უკვე რა. ოღონდ ანუ აქ მაინც და მაინც რაღაცა ცხვირი თვალი, ყურის ჭრილი, ანუ ამაზე არ არის საუბარი რა. ალბათ კი არა და დაგეთანხმები მართლა 100%-ით, იმიტომ რომ ენერგიულად გავართ იმდენად და ხალხო თქვენ სადმე თუ დაგვინახავთ ერთად, აუცილებლად მოვარდით, იმიტომ რომ საუკეთესო არ ვიცი დროის ტარება საუკეთესო დროის ტარება ექნება ჩვენთან ერთად. აი, ერთად ყოფილვართ ძალიან ბევრგან ხომ, და დაბადების დღე სადღაც და ანუ ის სულ ჩვენზე არის ხოლმე ის რა, spotlight-ი ესე ვთქვათ და არასოდეს არ ჩუმდებით ორივე და ალბათ ეგ მგონია რომ ენერგიულად და რაღაცა ინტერესებით და ხო ის სტილით გავართ ალბათ ერთმანეთს რა. აქ მარტო ვარცხნილობას არ არის, აი ცხოვრების სტილით თუნდაც და რაღაცა აი მარტო იმდენად საერთო ღირებულებები, აი რაღაცას რო საუბრობთ ხოლმე ერთმანეთს არ ვასწით რა თქმა უნდა და კი ზუსტად კი რა თქმა უნდა კი ანუ აი მართლა ეგრე ვართ ხოლმე და ალბათ მაგიტო უჩნდება ყველას ეგ განცდა რომ ტყუპები ხომ არ ვართ, იმიტომ რომ აი ეს ენერგია თან აი რაღაც რა სივრცეში არ უნდა შევიდეთ ანუ ეგრევე ხდება ვიღაცა რომ აი ორი ერთენაირი მოვიდა მართლა რა.
ხო და ალბათ მაგიტო და არის მე მახსოვს ერთმანეთი როდესაც გავიცანით დაახლოებით წელიწადნახევარი ალბათ უკვე გავიდოდა რომ პირველივე დღეს ვიყავით სამეგობროში და პირველივე დღეს მე რაღაცებს ხუმრობ რა თქმა უნდა ეს რაღაცებს ვაკეთებ ხო გილდაცავთ დაბადების დღეს და სადღეგრძელოები ხო ორივეს ძალიან გვიყვარს ეს ამნიშნულოვანია და ჩემს დაბადების დღეზე თამადა იქნება რა თქმა უნდა მაშო აი დამისხი ხო ეს საერთოდ ნორმალურია რომ 24 წლის ადამიანი ფიქრობს გოგო რომ ჩემს დაბადების დღეზე ესე იგი თამადა და დანჯი სუფრა და თამადა მაგრამ ხო აბა რა ძალიან მაგარი თამადა და მოკლედ სუფრა მე რა თქმა უნდა უხმაურობ ვამბობ ჩემი საყვარელი სადღეგრძელოს მადლიერების სადღეგრძელოს და არ მათქმევინოთ ეხლა და ესეთი ამბავია რომ უცბად იქ არის მაშო ძალიან ბევრი ადამიანია და მაშომაც აბა რა მადლიერება და ჩემი საყვარელი სადღეგრძელო იცი რომელია ბედნიერება ეგ ჩემი მეორე საყვარელი სადღეგრძელოა და მოკლედ გაუმარჯოს მაშოს შოუს და ამ პოდკასტს გაუმარჯოს გაგიმარჯოს მეგობრებო და მოკლედ ესაა შევხვდით ერთმანეთს აი ზუსტად აი ხარ როგორც ვაპარაკობთ ეგრე ვაპარაკობთ და ვიღაც მოდის და გვეუბნება ვაი მე ხა ვერ ხვდები რომ მე ვლაპარაკობთ და ჩვენ აი ერთმანეთს უყურებს და ხანდახან უკვე იმდენი ადამიანი გვეუბნება და იმდენი კომენტარი იწერება რომ ხან რომ უყურებ ხოლმე მეშინია რომ მეთქი ეს არის თუ ეს მე ვარ თუ აი რა ხდება რა და კი, მაგრამ ანუ ეგ ძალიან ის იყო რა უცხო, იმიტომ რომ პირველად რო გავიცანით ერთმანეთი და უბრალოდ რაღაც აი მე რა მგონია იცით ჩვენზე რომ თითქოს ერთ ენაზე ვსაუბრობთ რა. აი სადღეგრძელოებიც თუნდაც ხო, ანუ სადღეგრძელო რაღაცა ყველას ალბათ მიაჩნია ეს რომ რა სადღეგრძელო ჩახ ხა თუ რაღაც cheers და წკავდა ანუ რა cheers აი გადამომიღეთ ჩემი ბლოკნოტი თუ აი ხო ხდები რა და აი ეს თუნდაც გაზიარება თუნდაც სადღეგრძელოს თქმა ანუ ყველასთვის კომფორტული არა იმიტომ რომ რა სადღეგრძელოს რომ 350 ადამიანი შენ გიყურებს აი spotlight-ში ხარ აი თავიდან ბოლომდე ხო და როგორც კი მანდა spotlight-ში იყო მეთქი ერთი წამით გამიყავით ეხლა ეს spotlight-ი და უბრალოდ იმ მომენტში რომ ეგ ჩვენ შემჩნეული არ ქონდა რა თქმა უნდა ერთმანეთს გავდით თუ არა ანუ ძალიან უცხო იყო რომ ვიღაც გვეუბნება რომ ვერ ხვდები რომელი ლაპარაკობთო რა და ეხლა რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად ალბათ უფრო მეტად აი მანერა და რაღაცა ძალიან გაუსაძლისია ჩვენ ერთად ნახო ხახო აი ცალ-ცალკე მაქსიმალურად რა აი მართლა გაუსაძლისია რეალურად რატომაც ძალიან მადლიერი ვარ რომ შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი არის ის რომ აი ზოგადად ესეთი სტერეოტიპი ხო არსებობს რომ მეგობრობა ჩვენ უნდა ვიყოთ ტრუსიკის მეგობრები და აი ეგეთი მეგობრობა ყოველთვის რაღაცა პრიორიტეტული არის ხოლმე რა და ჩემი ნომერ პირველი და ასე შემდეგ და ჩვენ თითქოს ეს სტერეოტიპი დავამსხვრიეთ იმიტომ რომ აზრი არ აქვს რამდენი წლის ხარ რა არც პროფესიაში არ აქვს დიდად მნიშვნელობა 15-ის ხარ თუ 25-ის თუ 35-ის და არც მეგობრობაში თუ რაღაც არის შენი და ესე ენერგიულად ძალიან ემთხვევი და მართლა შენი ადამიანია იმის თქმა მინდა რომ აი პირველივე დანახვაზე შეიძლება მიხვდე რომ აუ ეს რა ბროზერია რა აი ბრო მართლა აი რა მაგარი ტიპია რა და ეგრევე აი თითქოს რომ იცნობ რომ შენიანია და თვითონაც გიცნობს ეგ მგონია ყველაზე ნამდვილი და აი ამ ასაკში 24-26 წლის ასაკში გაჩენილი მეგობარი გონია რომ სხვანაირად ტკბილია იმიტომ რომ სხვანაირად ჩამოყალიბებულები ვართ ვიცით რა გვინდა რა არ გვინდა და შესაბამისად ყველანაირი აი ტოქსიკური მახასიათებლებისგან არის დაცლილი და თითქოს აი მაგიტო მიდის ცოტა ისე აი თითქოს რავი მე შემიძლია ვთქვა რომ რავი ჩემი მეგობრები რომლებსაც 5-10 წელია მეგობრობ და შენ უკვე მიუხედავად იმისა რავი ზუსტად არ მახსოვს წელიწადნახევარი ალბათ გავიდა ანუ ერთი და იგივე ნაირად ვართ რა ერთმანეთთან იმიტომ რომ დროს არ აქვს მნიშვნელობა აქვს ადამიანებს და ანუ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ დავკარგოთ იმის იმედი რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სხვანაირად ტკბილია აი ახალ ადამიანთან დამეგობრება თუნდაც წარმოიდგინე რავი ანუ 50-40 წლის რო ხარ და 60 70-80-ის და აი მართლა რომ პოულობ იმიტომ რომ აი თითქოს შენ რაღაც ნაწილს აღვიძებს ეხა მე როგორიც ვარ შენთან და შენ ჩემთან ჩვენ იუმორში იმდანად უგებთ ერთმანეთს რომ შეიძლება სადღაც დაგვინახოთ და აი ესე 60 წმენდილზე არ ვიცი მე შეიძლება დაბლაწკივებ და ისე ვიცინოდე აი არც აი არაფერი უბრალოდ იმდენად უგებთ იუმორშიც რა და ძალიან საინტერესოა და სხვანაირად ტკბილი ამიტომ ანუ არ უნდა ჩავკეტოთ საკუთარი თავები არც იმის გარო თუნდაც სხვა ადამიანს რაღაც ან კომპლიმენტი უთხრათ ან გავიცნოთ იმიტომ რომ შეიძლება ესეთ მაგარ მეგობრებს გვიგზავნის სამყარო რა
ნამდვილად გეთანხმები ჩემო კარგია. რაღა დავამატო. მოდი ახლა მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ ძალიან გვაინტერესებს თუ აპირებ რომ მართლა გააგრძელო შენი შოუ თუნდაც შეიცვალო პროფესია და განაგრძო ვიდეოების გადაღება TikTok-ზე, Instagram-ზე და რავი სამომავლოდ თუნდაც YouTube-ზე. YouTube-ზე და მოკლედ ჯერ რაღაცა ძალიან ისეთ შორეულ პერსპექტივას არ ვგეგმავ რა. მინდა რომ უბრალოდ მიუყვე იმ რაღაცა დინებას, რომელიც ჯერჯერობით ძალიან სასიამოვნოა რა. ანუ ეს არის ეხა რასაც ვაკეთებ აი მას შოუ და თუნდაც ფოტოების გადაღება, ამ ვიდეოების გადაღება, მოფიქრება იმისი თუ ვის მოვიწევ, ვის რა კითხვას დავუსვამ. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად სტრესის გარეშე რა. ანუ იმდენად დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რომ აი რაღაცა კლას გარეშე დავალებასავით არის მოკლედ, რომელიც საკუთარ თავს მივეცი რა. ამიტომ ჯერ უბრალოდ მიუყვები ამ დინებას. ძალიან მალე დავდებ პირველ ვიდეოს, რომელშიც მეგობრებო, ეს ქალბატონი არის მოწვეული და მოკლედ TikTok-ზე და Instagram-ზე ძალიან აქტიურად დავდებ კონტენტს რა, რომელიც იქნება ფოტოგრაფია და მეჩილი, ასე ვთქვათ, რაღაცა ინტერვიუ სტაილ, ვიდეო, ფოტოგრაფია, ადამიანების მოკლედ ტიპაჟების დანახვა და იქნება მართლა ალბათ ძალიან საინტერესო რაღაც მომენტებში შეიძლება სევდიანიც იყოს რა, იმიტომ რომ ვაპირებ ბებია ჩემი ჩავწერა, რომელსაც ძალიან საუკეთესო ისტორია აქვს ცხოვრების და მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანები რა. და რაღაცა კონკრეტული გეგმები და გაწერილი ხო ხდება, რაღაცა აჯენდასავით არ მაქვს რა. ჩემ სამსახურებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ არც ერთი სამსახური ორი მაქვს. ჩემს გათავისუფლებას არ აპირებ, ჩემითაც არ მივდივარ. განაცვალეთ ჩემო სამსახურებო ორივეს. და რაც შეეხება ამას, ანუ მინდა რომ აი საიდ ჯობი ვიწყოს კონკრეტ რა. მაგრამ ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს და შევხედავ უბრალოდ როგორ წავახდებ. არაფერს არ გამოვრიცხავ, დაშვებით ყველაფერს უშვებ რა. და დანარჩენს უბრალოდ დრო გვანახებს. შენს გეგმებს რაც შეეხება, ჩემო კარგო? შენი გეგმებიც რომ გვამცნო რა. ეს არის ეს ყველაზე ჩემი გეგმის ყველაზე დიდი ნაწილი არის ის რომ პოდკასტი გამეკეთებინა. ოღონდ არ ვფიქრობდი რომ ასე სწრაფად. ეხლა ერთი თვის წინ გავაკეთე დაახლოებით YouTube-ი და ორი ვიდეო დავდე, რაც არის ძალიან სამოტივაციო და ვისაც მოგეწონათ ეხლა დღევანდელი ჩვენი ვიდეო აუცილებლად ნახეთ და ჩემი სამომავლო გეგმებიც უკავშირდება ჩემს არხს, რომელიც არის მარტო ჩემი არხი, მეორე არხი არის ოჯახთან ერთად. ეს არხი იქნება ჩემი თავიდან ბოლომდე და შესაბამისად აი დავიწყე მგონი ძალიან კარგი დასაწყისია და აი მართლა მასშოზე უკეთეს ადამიანს ვერ მოვიწევდი და აი ესე ძალიან ვერ გავერთობოდი რა მოკლედ ვერავისთან ერთად იმიტომ რომ ძალიან სახალისო იყო ძალიან დიდი მადლობა მგონია რომ აი რაღაც მეორე სუნთქვასავით არის ჩემთვის კიდე ჩვენი რაღაცა გაერთიანებები და ჩვენი ერთად გადაღებული ვიდეოები და თუნდაც აქეთ ჩემი გულშემატკივრობა, იქიდან შენი გულშემატკივრობა, მგონია რომ აი მართლა ჩემი მეორე სუნთქვაა, რომ თითქოს კიდე ახალი ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად, რაც ილაპარაკე ჩემზე, მეც ცოტა გავწიცდა თავი შევიკავე მეტი გაწითლებისგან და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ დღევანდელ ჩემ გადაცემაში, რომ იყავი სტუმარი და წარმატებები, მოკლედ მე გიყურებ და არა მარტო გიყურებ, მონაწილე ვარ, ჩამწერე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეც კიდევ მოგიწევ. ესეთი რაღაცას ვიფიქრე, რომ რაღაცა ერთ-ერთ პოდკასტში შეგვიძლია ადგილები გავცვალოთ და მასშომ დამისვას კითხვები მე და თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, აუცილებლად დაკომენტარეთ, იმიტომ რომ ეგეთ ვიდეოსაც სიამოვნებით ჩავწერდით, მეც ბევრი მაქვს სათქმელი მეგობრებო. ჩვენ სათქმელი არ გამოგველევა, ასე რომ ჩაუჯექით, მოიმზადეთ პოპკორნი და ჩაუჯექით მართლა გამოიწერეთ ამ უსაყარლესი, უკარგესი ადამიანის არხი სასწრაფოდ. დროებით მეგობრებო და შემდეგი პოდკასტიც ჩაიწერება, იმედია მოგეწონათ და დაგვიკომენტარეთ რა, აი ვინერვიულეთ, ბევრი რაღაც ვეცადეთ, მოვედით, იქ რაღაცა მაკიაჟი გავიკეთეთ, აი როგორ მოგეწონათ დაგკომენტარეთ. გულწრფელად დაგკომენტარეთ, მართლა იმიტომ ჩვენ როგორი გულწრფელებიც ვიყავით, აი მგონია რომ ძალიან გულწრფელები ვიყავით რა. ჩვენ როგორი გულწრფელებიც ვიყავით, აი მართლა ბოლომდე, აი ეს რაღაცა მოტივაციის ნაპერწკალი ამოვიღეთ და აი ესე გინდათ დავდეთ. თქვენც ერთადერთი რასაც გთხოვთ არის ის, რომ გულწრფელად თუ მოგეწონათ, დავკომენტაროთ და გამოიწეროთ არხი როგორც ჩემი YouTube-ის, ასევე რა თქმა უნდა, მას შოუს TikTok-ი და Instagram-ი და მეც გავამყევით Instagram-ზე და TikTok-ზე. მოკლედ
მადლობა და ძალიან აუ დიდი. რაღაცას დავამატებ Okay. შეიძლება რა რომ იმიტომ ვიძახით ახლა რომ დააკომენტარეთ რომ ზოგადად ფიდბექი ძალიან მნიშვნელოვანია რა და ფიდბექის მიღება და მიმღებელი რო იყო ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შენ ახლა შეიძლება გეგონოს და ჩვენ გეგონოს რომ საუკეთესო რაღაც და ამ დროს ანუ რეალურად საერთოდ არ იყოს საინტერესო ხდები ან რაღაცა შეგეშალოს ან ეხლა იწყებ და არ გაქვს გამოცდილება და it's okay რომ ნებისმიერი სახის ფიდბექი უნდა მიიღო თორე სხვანაირად ვერ გამვითარდები და შენ გეგონება რომ უტოპესი ხარ უმაგრეს მეფე ხარ არა და შეიძლება არ ხარ და მოკლედ ველოდები რჩევებს თქვენგან ნებისმიერს და მაშინ ველოდება რჩევებს და მოკლედ დროებით ხარ ხო? მეგობრებო, კარგად, ძალიან კაი იყო.